გამარჯობა, მე ანი ვარ. ეს არის საფეხურის პოდკასტი და ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ეხება მენტალურ ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიურ განათლებას და ასე შემდეგ. ჩვენ გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, სხვადასხვა თაობის, პროფესიონალები, მნიშვნელოვანი ფიგურები. შესაძლებელია თქვენც კი მოხვდეთ ჩვენს პოდკასტზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკმაოდ აქტუალურ საკითხზე, ეს არის მოზარდები, მათი მენტალური ჯანმრთელობა და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ სტუდიაში ჩვენ დღეს გვეყოლება ნინო ქვარიანი 25 წელიწადზე მეტია უკვე რაც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა, ფსიქოთერაპევტი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ნინო ქვარიანი არის ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი, ის თანაწამყვანიც შეიძლება ითქვას, რომ ხართ ამ პოდკასტის და მინდა უშუალოდ საკითხზე გადავიდეთ. ესე იგი, მოზარდებთან რაც გვაქვს შეხება, ქონდა ტრენინგებზე, სკოლაში, საზაფხულო ბანაკში, ყველგან იყო ძალიან ესეთი ამოწეული საკითხი და აი ზედაპირზე, სირთულე ეს იყო თვითშეფასება, თვითკრიტიკა. რაღაცა ძალიან ბევრი სირთულე უცებ უკავშირდებოდა ბავშვების სწორედ ამ საკითხს, თვითშეფასება. მინდა, როგორ ფიქრობთ, ხო? ამ მიმართულებით რატო გამწვავდა ეს საკითხი, რატო გახდა უფრო მეტად აქტუალური? მშობლებიც მოგმართავენ სხვათა შორის ამ საკითხით სწორედ და ქონდა მომენტი, თუ გახსოვთ, ესეთი სიტუაცია, რომ რაიონიდანაც კი დაგვიკავშირდა დირექტორი, რომ ეკითხა რჩევა, რაღაცა რას მირჩევდით, რა გავაკეთო, როგორ მოიქცე, მოკლედ. საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი მოზარდებში დღეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა აგვერჩია, რადგან ვფიქრობდით, რომ თქვენ როგორც სამი მოზარდის დედა თან ამ საკითხზე ბევრი გქონდათ სასაუბრო. რას გვეტყვით ამ საკითხზე, ქალბატონო ნინო? მოგესალმებით ყველას, მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა. ჩემთვის როგორც პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტისთვის, ფსიქოსინთეზისტისთვის ყოველთვის აქტუალური იყო უფროს დასრულ ადამიანებთან მუშაობა და ალბათ თვალშისაცემია, რომ რაღაც ჩვენი საფეხურის ეგიდით ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებთ უკვე მოზარდებისთვის და ამის მიზეზი სწორედ ეს გახდათ, რომ უფრო და უფრო ყოველწლიურად იზრდება ის გამოწვევები, რის წინაშეც დგებიან თანამედროვე მოზარდები. და გარდა ამისა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამაში დამეთანხმება ყველა პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი და თავად ანა დამეთანხმები ამაში, რომ რა საკშიც არ უნდა მოვიდეს ჩვენთან ადამიანი, როცა ის ჩვენ პირისპირ საორძელში ზის და თერაპიულ სესიაზე ბრძანდება, ჩვენ ყოველთვის მასთან მუშაობას ვიწყებთ მისი ბავშვობიდან. და ეს არის სავსებით ლოგიკური, იმიტომ რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანები ვართ იმ ჩვენი წარსულის შედეგები. ანუ მიზეზები ჩვენი ასეთობის არის წარსულში და დღევანდელი მდგომარეობა ჩვენ როგორები ვართ, ეს ესევე განსაზღვრავს იმას, როგორები ვიქნებით ჩვენ მომავალში. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თვითშეფასების პრობლემები, საკუთარი თავისადმი კრიტიკა, ნაკლები რწმენა საკუთარი თავის და ასე შემდეგ წამოიწია მოზარდებში, ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზები. ყველასთვის ცნობილია პროფესიონალებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში თითეული ასაკი, დაწყებული 0 წლიდან თინეიჯერობის ასაკის დასრულებით, ხო? ვიდრე დასრული გახდება. აქედან გამომდინარე, თვითშეფასება რატო შეიძლება ქონდეს ადამიანს, ხო? დაბალი. არის ასაკი როცა აღარ დავიწყებ ადრეულ ასაკზე საუბარს, მით უმეტეს ეს თქვენც არაჩვეულებრივად იცით, შენ არაჩვეულებრივად იცი. წლინახევრიდან 3 წლის ასაკამდე არის პერიოდი მე თვითონ. როცა ბავშვი ცდილობს გამოიჩინოს ინიციატივები და რაღაცები დამოუკიდებლად გააკეთოს. ხშირია ამ დროს შემთხვევები, როცა სწორედ იმიტომ, რომ მშობლებს შესაძლოა არ ცალიათ, ან რაღაცა ყოფით სიტუაციის გამო არ სიამოვნებთ, ან არ ესიამოვნებათ, რომ შეიძლება ბავშვს რაღაცა გაუვარდეს ხელიდან, ან რაღაცა ზედმეტად დაანაგვიანოს, ან დასვაროს და ასე შემდეგ. და ხდება ყოველთვის არა, მე გავაკეთებ და ნებისმიერ დროს
ჯობს მე გავაკეთო, ან ფორმასაც გააჩნია. ერთია თხრობითი ფორმით მივმართოთ ჩვენ შვილებს და მეორეა რომ დირექტიული ტონით მივმართოთ. ერთხელ გამოიჩინა ინიციატივა დატუქსეს ან არ მისცეს ამის განხორციელების საშუალება. მეორედ გამოიჩინა და უკვე ბავშვი ქვეცნობიერად უყალიბდება განცდა რომ მე არ გამომდის. რაღაც არასაკმარისად ან არასაკმარისად გამოხდება პასიური მორცხვი. ხშირად გაგვიგია ესეთი ფრაზები, რომ ისეთი ბავშვია, რომ ვერც კი გაიგებ, როგორ იზრდება და რაღაც ძალიან ჩუმია, ძალიან წყნარია, თითქოს ეს მოწონთ. პირიქით ბავშვი თუ ესეთია, აუცილებლად სპეციალისტის ჩარევა საჭირო, იმიტომ რომ ყველაზე ავთენტური ადამიანი, ანუ მისი სურვილები, სპონტანურობა გამოიხატება ბავშვობაში. თუ გამოდის, რომ ეს ამ სპონტანურობას ბავშვობაში არ გამოხატავს, ესე იგი ამის უკან დათრგუნულობაა. ასევე შესაძლოა იყოს ხასიათიც. მაგალითად, გენეტიკურად არიან ადამიანები, რაღაც მორცხვები, მე ეს გენეტიკურადაც გადაედებათ ხოლმე. შეიძლება ეს ხასიათიც იყოს ბავშვის, მაგრამ ძალიან ნიშნულოვანია მოხდეს ამის სწორი იდენტიფიცირება, რა დგას ამ მიზეზის უკან, ხო? ჩვენთან მოსული ადამიანები, მაგალითად, მათ შორის დასავლობის ასაკში, როცა მოდიან და მათ აქვთ დაბალი თვითშეფასება, ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, თუმცა ამ კითხვასაც ფორმალობისთვის ვსვამ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რას მიპასუხებენ. ბავშვობაში უფრო ხშირად გაქებდნენ თუ გაკრიტიკებდნენ. რა თქმა უნდა, პასუხი არის ცალსახეური, მაკრიტიკებდნენ. და აქ არ არის საუბარი მარტო 0-დან 3 წლამდე. შემდეგ უკვე ჯობს ეს ასაკი თქვენ ჩემზე უკეთ იცით სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი რაც არის და თავად განავრცო, იმიტომ რომ ახალ სოციუმში შედიან ბაღიდან დაწყებული მერე სკოლა და იქ უკვე არაჯანსაღი რეაქციები იმ სოციუმიდან ამხსდელი მასწავლებელი თუნდაც მშობლის მხრიდან მისი არასათანადოდ მომზადება ამ ახალი გარემოსთვის რამდენად იწევს ბავშვებში ამ თვითშეფასების დაქვეითებას, ან არასწორ ფორმირებას, ან საკუთარ თავში ნაკლებ რწმენას, ჩაკეტილობას და ასე შემდეგ. უკვე როლები როცა შემოდის და სოციალური ცხოვრება იწყება და ყველაფერი ამოტივტივდება ხოლმე სწორედ აი მაგ პერიოდიდან, როგორ თქვათ, აი ის გამოწვევები, რაც ბრის წინაშეც იდგნენ ბავშვები, ვერ გადახარშეს და ის სკოლაში ერთიანად იცის ხოლმე ამოტივტივები და მაგით ვამბობთ ხოლმე სკოლაშიც ისედაც, რომ აი პირველ კლასში ველოდებით აი მაგ მომენტს და მაქედან ვიწყებთ უკვე მუშაობას ხოლმე თერაპევტებიც, ახლა საფეხურში იმდენი იყო ხო მომართვიანობა სექტემბერი, ოქტომბერი არის ზუსტად მაგის პერიოდი, რომ რაიმე სირთულეს თუ ავლენს ბავშვი სკოლაში, სწორედ იმიტომ, რომ ეს ქონდა რაღაც სათავე და აქ უკვე ამოვიდა მაგ მომენტში, ასე რომ ძალიან კარგად მისმის გეთანხმებით, დიახ. და მე უკვე გადავდივართ მოზარდობაში, სადაც ჯერ გარდატეხის ასაკისთვის მახასიათებელია ეს სირთულები, ხა ამაზე ვთანხმდებით, თუმცა აი რატო არის გამწვავებული, რატო არის უფრო მეტად აი რაღაცნაირად სირთულეში რატო გადადის. ეს გარდატეხის ასაკისთვის მახასიათებელი მომენტები ყველა ადამიანს გვაქვს და უნებრივია, მაგრამ რა მომენტში მწვავდება, ხო? აი ეს მომენტია ძალიან საინტერესო და მის ირგვლივ სოციუმი, თქვენ ხშირად ახსენებთ და ძალიან მიყვარს ეს მომენტი, ტრიადას რო ამბობთ რა, ანუ ოჯახი, სკოლა, აი რა მომენტ და ბავშვი, ხო? აი რა მომენტში ვლინდება ეს სირთულეები და ვინ როგორ არის მზად ამისთვის, მშობელს მისწავება, სკოლის და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო კითხვა, ანა, უბრალოდ მოდი ისევ იმ ადრეულ ასაკს რო დაუბრუნდეთ. ძალიან მინდა რომ როცა ზუსტად ამ ტრიადაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ყველა უფროსებმა მშობელი ვართ, აქ მარტო მშობელზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მრავალთაობიან ოჯახებში იზრდებიან ბავშვები, მშობლებთან ერთად შეიძლება იყვნენ ბებიები, ბაბუები, შეიძლება მამიდებიც, ბიძებიც, ხო, არიან ესეთი ოჯახები საქართველოში. და ძალიან მნიშვნელოვანია იგივე იმ სკოლასთან ადაპტაციის დროს ჯერით როგორი მოლოდინებს შეუქმნიან წინასწარ. იმიტომ რომ ეხა მიდიხარ სკოლაში და დაიწყება რაღაცას უხსნიან ასე, ისე იცი რა თამაშის დრო აღარ გექნება და აწი სამეცადინო გექნება, ამას ეუბნებიან ნიშნის მოგებით და ამ დროს ჯერ ბავშვმა არც იცის სად მიდის, მეორე უკვე ეუბნებიან რომ ის რაც ყველაზე მეტად სიამოვნებას ანიჭებს თამაში, ამის დროც აღარ დარჩება და უკვე ამ სიტყვებიდანვე მისთვის ხდება ეს გარემო სტრესული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარკვეული აკადემიური უნარები, კოგნიტური, შემეცნებითი ემოციების მართვა, საკომუნიკაციო უნარები არ არის სათანადოდ განვითარებული სამწუხაროდ და
მეც პირადად მე არ მუშაობ მაგ ასაკობრივ სეგმენტთან როგორც იცით და ჩემს საახლობლო წრეშიც ხშირად მინახავს სასკოლო ასაკის ბავშვები როგორ მიჯაჭულები არიან დედასთან პირდაპირ მნიშვნელობით არა მარტო ფსიქოლოგიურად არამედ ჩაჭიდებულები არიან დედამ უნდა გადაუღოს თევზზე საჭმელი დედამ უნდა გაიყვანოს საჭირო ოთახში და ასე შემდეგ და ამას უყურებენ ძალიან ჩვეულებრივად. ამ დროს არ ფიქრობენ მშობლები, რომ თუ ბავშვი ახლა ამას აკეთებს და უკვე რამდენიმე თვეში სკოლაში მიყავს, რა სირთულების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იქ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ჩემმა სტუდენტმა გააზიარა, როცა ბავშვებისთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ვსაუბრობ, ძალიან საინტერესო ფრაზა, იმიტომ რომ არის ტენდენცია იმისი, რომ აი სანამ სკოლაში შევა, მოდი ვასწავლოთ კითხვა, ვასწავლოთ მიმატება, გამოკვლევა და ასე შემდეგ. და ძალიან გულწრფელი იყო, როცა ეს ამას აზიარებდა, მე როცა სკოლაში მიმიყვანეს, პრაქტიკულად ყველაფერი ვიცოდიო და უცებ გამჩნდა და განცდაო, ნუ ბავშვის ემოციაა რა და რო ისა ვაიმე ეს ბავშვები რასხანაირ ამათმა ეს როგორ არიციან და ერთია რომ არიციან და ის უკვე დისტანცირდა მას ეს ემოცია გაუჩნდა და მეორე მისთვის უინტერესო იყო ეს სასწავლო პროცესი. ანუ პირველი წელი თუ არა მეორე წელი პრაქტიკულად დადიოდა იმისთვის რომ არ ესწავლა არაფერი. ამდენად ყველაფერში გვჭირდება დოზირება, ხო? აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სკოლაში როცა მიიყვანენ ბავშვებს იქაც ცდილობენ რომ აი მაქსიმალურად ჩაერთონ. შენ ახსენე რომ მე სამი შვილის დედა ვარ და მე თვითონ არაერთხელ შევწრები ვარ იგივე ჩემი შვილების სხვადასხვა ღონისძიებებზე რო ყოფილ ვარ მშობლების ზედმეტ ჩარევებს. მაგალითად შეიძლება მშობელი როცა ეს ბავშვები მოზარდები რაღაც მოედანზე ან სადმე რაღაც საზეიმო ღონისძიებებზე არიან და ამ დროს რამდენიმე მშობელი ჩემი თვალით მინახავს როგორ შედის ამ მოედანზე და იქ უსწორებს თავის შვილს რაღაცას ამდენი ბავშვის თანდასწრებით. ვერ აცნობიერებს რომ რა უხერხულ სიტუაციაში აგდებ მიშვილს და მე არ დამავიწყდება ამ ბავშვების სახეები. ხშირ შემთხვევაში მშობლებმაც არ ვიცით რას რატო ვაკეთებთ ხოლმე. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კოპირებას ვაკეთებთ რაღაცა ქცევების. იმიტომ რომ არც დაგვისვავს კითხვა რომ ეს ქცევა სწორია თუ არ არის სწორი. აი მაგალითად შვილებთან ურთიერთობაში ხშირად ვიმეორებთ იმ პატერნებს ქცევის როგორ პატერნებშიც გავგზავნდეს ჩვენ. მანამ სანამ ჩვენ თვითონ შინაგანი პროტესტი არ გაგვიჩნდება ეს პატერნი იყო თუ არა სწორი. გახსოვთ თქვენ ჩვენ ერთად შევწრები ვართ იგივე ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის ფარგლებში, როცა ჩამოდიან უცხოელი ძალიან გამოცდილი ესე ვთქვათ ტრენერები და ესეთი ფრაზით რო დაიწყეს ერთი ტრენინგი ჩვენთან პრაქტიკული, რომ ჩვენ ახლა აქ რო ვსხედვართ, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ბიცოლები, ყველანი ვის გარემოცვაშიც ჩვენ გავიზარდეთ. და ჩვენც ესეთი რეაქცია ვქონდა იმ წამს, იმიტომ რომ ყველანი დავფიქრდით და მართლა მივხვდით რომ ეს ესეა, იმიტომ რომ ჩვენ რო დავაკვირდეთ საკუთარ ქცევებს, ხშირ შემთხვევაში მანერაც კი რომელიმე ჩვენი ოჯახის წევრი შეიძლება ვქონდეს. სიტყვები, რომელსაც ვიმეორებთ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რატო ვამბობთ ამ სიტყვებს. ეს უბრალოდ დასწავლილია იმ სოციუმისგან, რომელ სოციუმშიც ჩვენ გავიზარდეთ. ამდენად ამ მშობლების შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ერთია ფსიქოლოგიური განათლება, მაგრამ ფსიქოლოგიური განათლება როგორც ესეთი ქცევას არ ცვლის. იმისთვის რომ ქცევა შევიცვალოთ, საჭიროა გარკვეული თერაპიული პროცესი. აი თქვენ ყველა ის ჩვენი საფეხურის სპეციალისტები, რომლებიც მოზარდებთან მუშაობთ, ჩვენ ხომ ყოველთვის ხო სულ ამაზე ვსჯელობთ, რომ გიჭირთ ხანდახან მშობლებს გააგებინოთ და აღიარონ სად არის რეალურად პრობლემა. არა და პრობლემის სწორად იდენტიფიცირება, სწორედ პრობლემის მოგვარების დასაწყისი, ხო? არა მარტო საფეხურში, სკოლაში, სადაც მიმუშავია, ძალიან რთულია. მშობელი ერთი, დირექტორი
მასწავლებელი პრობლემის გადაჭრა ხო სწორედ მისი აღმოჩენის წამიდან იწყება. აი ამ აღმოჩენამდე მისვლა ცოტათი და იდენტიფიცირებამდე მისვლა ცოტათი რთულია ხოლმე განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს აი მიმღებლობა არ არის, ამის სარჩული ძალიან ღრმად არის კიდევ და ცოტა ამ სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული და რამდენად რთულია ბავშვისთვის დროთა განმავლობაში კიდე ამით ცხოვრება და ამ ქცევების გამოვლენა და ამასთან მერე თანაკლასელებთან უკვე აუთსაიდერები ხდებიან. კი ბატონო. უკვე სერიოზული სირთულეები უჩნდებათ პირველივე კლასიდან, როცა მეგობრებიც არ ყავთ იმის გამო, რომ ეს ამ სირთულეს არ აღიარებს მშობელი, მერე არ აღიარებს მასწავლებელი, დირექტორი და ასე შემდეგ ავდივართ ზედა საფეხურებზე. კი ბატონო, როცა საუბრობდით თვით შეფასების და საკუთარ თავის ნაკლებ წმენაზე, მე მახსენდება ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე შემთხვევა. ერთი გითხარით, რომ პასუხია, რომ დიახ, მაკრიტიკებდნენ. ზუსტად ორ სოციუმს უკავშირდება. ერთი არის ოჯახი, მეორე არის სკოლა და სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლები, როგორ დამოკიდებულებაში არიან მოსწავლეებთან. შეიძლება ძალიან კარგად იცოდნენ საგანი და რა თქმა უნდა მასწავლებელი სკოლაში როცა ასწავლის საგანი უნდა იცოდეს, მაგრამ თუ იქ პედაგოგიკის ფსიქოლოგია, რასაც ქვია, ემოციური ინტელექტი, რაზე ძალიან ხშირად და ბევრს ვსაუბრობთ უკვე ჩვენ, ხო? თუ ემოციური ინტელექტი არ აქვს მაღალი პედაგოგს სკოლაში, მარტო პედაგოგზე არ არის საუბარი, სკოლის ნებისმიერი პერსონალი, იმიტომ რომ მე მინახავს მაგალითად დამხმარე პერსონალისგან ტრამვირებული ადამიანები, მოზარდები თუნდაც იმიტომ რომ ვიღაცას თუნდაც წყლის ავსების დროს წყალი დაეღვარა და ამას რამხელა ამბავი მოყოლია და ამის გამოც ხანდახან მშობლებს უწევთ ხოლმე ჩარევა, რომ ესეთი მოპყრობა არ შეიძლება, ხო? და არის მეორე, რაც უფრო და უფრო თაობებში და ეს ძალიან კარგია და ამას ხელს უწყობს მშობლებიც, გარემოც, თუ მშობელის სწორ ღირებულებებით ცდის ადამიანს, დღეს გაცილებით წინ არის წამოწეული პირადი საზღვრების, პირადი სივრცის თემა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს მასშტაბურად ესეთი თემაა, იმიტომ რომ არიან ადამიანთა კატეგორია, რომელსაც პირადი საზღვრის და პირადი სივრცის თემა ჯერჯერობის მათთვის ესევე უცხო ფენომენია. იმიტომ კი არა, რომ ისინი არიან ცუდები, უბრალოდ ამ თემაზე მათ თაობაში, მათ სოციუმში არ საუბრობდნენ, ხო? და ამ მოზარდებს მარტო მშობლებს და სკოლის გარემოზე რო არ ვისაუბროთ, ძალიან დიდი წვდომა აქვს სხვადასხვა ინფორმაციებზე და უკვე ეს ცნებები, პირადი სივრცე, პირადი საზღვრები იციან და ძალიან სწავლების პროცესი და როცა წარმოადგენ, ეს იქნება ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, თითოეულმა იქ დასაქმებულმა ადამიანმა ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ბაღი არის აღსაზრდელისთვის, სკოლა არის მოსწავლისთვის, უნივერსიტეტი არის სტუდენტისთვის. სამწუხაროდ დღესაც ვაწყდებით ისეთ დამოკიდებულებს, რომ სადაც თითქოს ესენი კი არ ამათთვის კი არ არის ეს ყველაფერი, არამედ იქ მომუშავე პერსონალისთვის არის. რა თქმა უნდა, მე აქ არ გულისხმობ იმას, რომ რაღაც ურთიერთპატივისცემა და რაღაც საზღვრები უნდა იყოს არეული. წარმოუდგენელია, ხა რო გადავიდეთ იგივე თინეიჯერობის ასაკზე, ხო? თინეიჯერობის ასაკში უმნიშვნელოვანესი რა არის, ხო? მშობლის ავტორიტეტი იხევს უკან და უმნიშვნელოვანესია თავისი თანატოლები როგორ აფასებენ მას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჯაროდ მას როგორ მიმართავენ მათი მასწავლებლები. და ხშირად ხდება ესეთი შემთხვევები, რომ მაგალითად მასწავლებლები ვერ ხვდებიან, რომ კლასში თუნდაც რაღაცა არასწორად მოიქცა მოზარდი, არ შეიძლება კლასში ამაზე მიუთითო. არ შეიძლება სხვების თანდასწრებით თუნდაც ორ მოზარდ შორის მომხდარი საქმის გარჩევა დაიწყო. და ეს განა იმიტომ რომ ქვეყანა იქცევა, ამით რა თქმა უნდა ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ თინეიჯერი ძალიან სენზიტიურია ასეთ რაღაცებზე. ყველანი ყოფილვართ თინეიჯერები და ძალიან რთულია ეხა გაიხსენო, გააჩნია რა ასაკის ხარ, ეხა მაგალითად ჩემთვის ძალიან რთულია გავიხსენო ისევე როგორც ჩემზე დიდი ასაკის ადამიანებისთვის, ეხა პირველ კლასში რა განცდები ქონდა და თუნდაც თინეიჯერობაში, მაგრამ ძაფრი განცდები მაინც გვახსოვს, მაგრამ როგორც კი შეეცდები, რა როლშიც არ უნდა იყო უფროსი, რომ ერთი წამით მაინც მის ადგილას შენი თავი დააყენო,
აი შეძლებ მაშინ გაგებას. იმიტომ რომ სენზიტიურია ძალიან ხვალ და 3 წლის მერე შეიძლება იგივე მიმართვის ფორმა მისთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდეს. და მე მაგალითად მახსოვს ერთი მოსწავლის ფრაზა რომ დაგვიანებული შევედი კლასშიო დილით პირველ გაკვეთილზე და მასწავლებელი მეუბნება რომ როგორი უპასუხისმგებლო ხარ. და სახლში მივიდა ძალიან ანერვიულებული, გაბრაზებული, მანამდე ამ საგანთან არ ქონდა პრობლემები, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ აღარც ეს საგანი უნდა და საერთოდ სკოლაც არ წასვლაც არ უნდა დაიმ დღეს. და მე ეს დიალოგი მშობელს და შვილს შორის რო შედგა, აღმოჩნდა რომ და როგორი გონი ეს ეხება საუბარი 13 წლის მოზარდს და 13 წლის მოზარდი ამბობს ესეთ ფრაზას რომ მას ჩემთვის რო ეთქვა რომ იცი რა რო დააგვიანე ეს უპასუხისმგებლო საქციელია მეს არ მეწყინებოდა მაგრამ მან ეს განაზოგადა მთელ ჩემ პერსონაჟზე და მე არ ვარ უპასუხისმგებლო და თან ეს უთხრა მან თავისივე თანაკლასელების წინაშე და მე აქ ამ ისტორიაში ყველაზე კარგი ის არის რომ მშობელი ესაუბრა მასწავლებელს, მასწავლებელმა ძალიან სწორად მიიღო ეს ყველაფერი და გაესაუბრა ცალკე მოსწავლეს და ეს თემა მოგვარდა და ბოდიშიც მოუხადა მან ამის გამო და ამის გამო ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია მასწავლებლის მხრიდან. ხო. თუმცა ესევე არის ხოლმე ძალიან ხშირად ესეთ შემთხვევებიც რომ გვიზიარებენ მოსწავლეებიც და მშობლებიც რომ მაგალითად მასწავლებელი შემოდის ჯგუფში იწყებს ბავშვების ერთმანეთთან შედარებას, ახასიათებს ერთმანეთის თანდასწრებით, რომ ის უფრო ნიჭიერია, იმას უფრო კარგად გამოდის ეს და ასე შემდეგ არ შეიძლება ესე. იმიტომ რომ ჯერ ერთი, რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი ისტორიას, ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა გენიოსებს სკოლებიდან უშვებდნენ, იმიტომ რომ არაადაპტირებულები იყვნენ სკოლის გარემოსთან და რაღაცა იმ წესებში არ იჯდნენ. და ყველა ბავშვში არის უზარმაზარი პოტენციალი. ეს პოტენციალი სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული, განავითარებს თუ ჩაკლავს და ჩაახშობს მაშინ რა. ხო, ალბათ რაღაცა იჩარჩოთიც რო უყურებთ ხოლმე და განსაკუთრებით დღეს მასწავლებლებისთვის უფრო მარტივია. რაღაცა ესე ვხედავ რა, რამდენ ადგილასაც ყოფილვარ და ჩვენც ხო ყოფილვართ სკოლაშია ესე მიწვეული რომ რაღაც. აი იქაც კი ვხედავდი რომ ჩარჩოში ჩასმა უფრო მარტივია ბავშვების და ისე ურთიერთობა, ხა, აი მართვა ზუსტად ეგ სიტყვა ესადაგება, ვიდრე ინდივიდუალურად რაღაცა, აი როგორც პიროვნება, როგორც განსხვავებული, ყველა ხო განსხვავებულებია, აი იმ განსხვავებულობას ვერ აღიარებენ, აი არა აქვთ ამის უნარი და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სირთულე და სხვათა შორის მაპროვოცირებელიც იმისა, რომ ბავშვების თვითშეფასება დღეს აი ამ სტადიაზეა, სადაც არის. და ეს არ არის ნაკლები გამოწვევა. ეს არ არის ნაკლები თამამად ვიტყვი სირთულე დღეს, იმიტომ რომ ბავშვი ხო ის პერიოდი და ის მომენტია მნიშვნელოვანი, სადაც ცხოვრობს. ეხლა მოზარდებისთვის სკოლის პერიოდი არის, აი, ერთადერთი და ძალიან ვითომ ყველაზე მეტად ამაზე ნერვიულობენ და ეს არის მათი სოციუმია იქ როგორი იქნება, როგორი ურთიერთობები ექნება და უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოფილვარ იმ სივრცეში, სადაც დირექტორი და მასწავლებელი სწორედ ასე უყურებს, ანუ ეს ჩარჩოში და ყოფილვარ ადგილას, სადაც დირექტორი აი როგორც პიროვნება განსხვავებული და ბავშვები იქ არიან გაბწყინებული, აი. რა თქმა უნდა. მოტივირებულები, აი უფრო მეტად თავდაჯერებულობასაც აი საერთოდ განსხვავებული სიტუაციაა მოკლედ და სურვილი მაქვს რომ ყველა სკოლამ და ყველა დირექტორი იქნება თუ ვინც იქნება გაითვალისწინოს ეს რომ ბავშვი არის იდენტობა, პიროვნება, უნიკალური არსება. როგორც ყველა ჩვენ. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და სულ მიყვარს ამის ამ სიტყვების თქმა, ოსკარ ვალდს აქვს ესეთი სიტყვები, იყავის, ვინც ხარ, სხვა ყველა როლი უკვე დაკავებულია. და ამ ჩარჩოებში მოგცევით ჩვენ პირიქით ადამიანებს უბიძგებთ, მოზარდებს უბიძგებთ, რომ დაიმსგავსნონ ვიღაცებს. ეგ ტენდენცია ისედაც არის. ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ სოციალური ქსელების გავლენებს, ხო? თუნდაც იმ თემას, რომ აი ფილტრები, ხო, არ ვიცი, არის რაღაც ფილტრები, რაღაც უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ თავებს, ვიდრე შეიძლება რეალურად იყვნენ. ეს ხო მესიჯია, რომ მას არ მოწონს საკუთარი თავი, რა კი მის გარეგნობაში თუ რაღაც ამ ფოტოში მას კორექტირებები შეაქვს, ხო? და ეხლა როგორი თემაა, იცით?
რაღაც ვირტუალურ სამყაროშიც ცხოვრობენ ეს მოზარდები და ადარებენ ვიღაცებს საკუთარ თავს. მაგალითად არა მარტო მოზარდებში, არამედ დასრულ ადამიანებში, აი 25-30 წლის ახალგაზრდებში, რომლებიც ჩემთან მოდიან, ხშირად გამიგია ფრაზა, იცი რა, ჩემ თაობის ადამიანობა ამდენს მიაღწიეს და მე ვერაფერი ვერ გავაკეთე. და ვეუბნები რას მიაღწიეს. აი მაგალითად რომ ჩამოგიყვება იმან ამას, მარტივ კითხვას ვსვამხოლმე ამ დროს და ბედნიერები არიან. ერთი ეს თემა რომ ბედნიერები არიან და მეორე გარეგნულად ყველაფერი სხვანაირად ჩანს ხოლმე. და ესე მარტივად აქ პრობლემა იცით რა არის? თუ ადამიანი შენ მიზნად ისახავ იმას რომ ვიღაცისნაირად განავითარო შენი ცხოვრება და ვიღაცას გავდე, გამოდის რომ საკუთარ თავს კარგავ. და საკუთარი თავის დაკარგვა ყველა შემთხვევაში იწვევს მე ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ გამოწვევებს და მაგრამ მას თავის მიზეზიც აქვს. რა შემთხვევაში ხდება შენთვის მიმბაძველი სხვა ადამიანი, როცა შენ თავში გაქვს არასაკმარისობის განცდა. ესევე სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკის დროს, რა თქმა უნდა, იქ არის რაღაც სკოლებში გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც აქვთ თავიანთი გავლენები და ესეც ზეგავლენას ახდენს. ესევე ძალიან მნიშვნელოვანია ის აგრესიის ფორმები, რომლებიც გამოიხატება, ხო? და წახალისება ხდება ამ ქცევების. ყოველთვის ვსაუბრობ და არაერთხელ გვისაუბრია ჩვენც ამაზე და ჩვენს წრეშიც და უფრო ფართო წრეშიც, რომ ცოტა გვერდით არ მინდა ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა შევხედოთ ჩვენ სოციუმში დამკვიდრებულ ქცევით ნორმებს. საკმაოდ ბევრ ხშირად ძალადობრივი ქცევები არის ნორმალიზებული. და ეხლა როგორ არის ამ ძალადობრივი ქცევების გარემოში თუ უწევს ადამიანს ყოფნა და ის ვერ იცავს თავის თავს, ის უკვე ხდება მერე ჩაკეტილი და უფრო სხვა გამოწვევას იწვევს, მას უჩნდება უნდობლობა სოციუმისადმი. და თუ ბავშვობის ასაკში ეს უნდობლობა ჩამოგიყალიბდა უსუსურობის შეგრძნება, დათრგუნულობის შეგრძნება, მერე ეს მთელი ცხოვრება შლეიფად გაყვება, ვიდრე ამას თერაპიულ პროცესში არ გადაამუშავებ, ხო? მე როცა მოზარდებთან, თუნდაც ესე იგივე ჩემი შვილების მეგობრებთან, ან სხვა შემთხვევაში მიწევ შეხება, ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები ხოლმე, რომ ორმაგი სტანდარტით არ უნდა იცხოვროთ. მაგალითად, თუ ჩემ მეგობარმა ჩაიდინა არასასიამოვნო ქცევა, ჩემი მეგობარია და მას არ გავწირავ, მაგრამ თუ იგივე სხვამ გააკეთა, ამ შემთხვევაში მის მიმართ მე გამოვხატავ ჩვეულებრივ საპასუხო რეაქციას, ხო? იმისთვის, რომ ეს ძალადობრივი ქცევების პრევენცია მოხდეს ყველა სოციუმში, ბავშვების სოციუმში, იქნება დიდების სოციუმში, თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან მართლები და რაც ჩვენთვის მიუღებელია, იმას არც შინაურს უნდა ვპატიობდეთ და არც უცხო ადამიანს. და თუ ადამიანები, რომლებიც ცუდად იქცევიან, გარკვეულად იზოლირებული არ იქნებიან, თუნდაც მათივე ახლობელი ადამიანებისგან, მანამ სანამ სარკეში არ ჩაიხედავს და ამ ქცევის კორექტირებას არ ეცდება, ეს ყველაფერი ჯაჭურად ვრცელდება მერე. და ძალიან საინტერესო თემაა, ალბათ ამ თემაზე კარგი იქნება, რომ ჩვენ ახალ მოზარდები, თინეიჯერები მოვიწვიოთ, იმიტომ რომ რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს გოგოები, ბიჭები სოციუმში, სადაც უწევთ ერთად ცხოვრება, ეს იქნება სკოლა, ეზო და ასე შემდეგ, ხო? პირველად წყაროსთან მაგის ჩაწერა ძალიან საინტერესო იქნება. მაგ თვალსაზრისით ამ ყველაფრის დანახვა. ხო, საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ერთი დაშვება გავაკეთოთ, მაგრამ ისინი სხვანაირად ფიქრობენ და ყველაზე მეტად მის კომუნიკაცია ბავშვებს, მოზარდებსა და უფროსებს შორის სწორედ ეს არის, იმიტომ რომ არ უსმენთ ერთმანეთს. და მოსმენა ყურში რა გვესმის ის კი არ არის, მოსმენა გაგებაა. და ხშირად კომუნიკაციაში როგორი ფორმა იცით, კომუნიკაციაში თანაბრად მნიშვნელოვანია საუბარიც და მოსმენაც. ოღონდ მოსმენაში იგულისხმება, რომ გაიგო რას გელაპარაკება და ის დაუბრუნო და არა ის, რომ წინასწარ გაქვს შენი მზა პასუხი
და ერთსული გაქვს, როდის დაასრულებს წინადადებას, რომ ის უთხრა, რაც შენ გინდოდა რომ გეთქვა და არა ის რომ რაც მისი ნაამბობიდან გამომდინარეობს. და სწორედ ეს აქვს ყველაზე დიდი პრობლემა მოზარდებს, რომლებიც მე მოგეხსენებათ ბავშვებთან არ ვმუშაობ, მოზარდებთან ვმუშაობ 13 წლიდან ზემოთ, სწორედ ამას მეუბნებენ, არ მისმენენ. აი ესეთი ფრაზა, რომელიც ხშირად მესის ყველაფერს წყვეტენ ისე რომ მე არავინ არ მეკითხება რა მინდა. და მე რას წარმოშობს ეს აგრესიას. აგრესიას ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი, დედებისადმი, მამებისადმი და ასე შემდეგ, ხო? ხო, ანუ სამყაროსთან როგორც უნდა იურთიერთოს ბავშვმა, ჯერ ოჯახიდან იწყება პირველი სოციუმი, ხო, ეს არის რა თქმა უნდა. მე უკვე განაზოგადებს ყველასთან და ძალიან უკვირ სხვათა შორის მშობლებს როცა ვეუბნები, აი ბებიებს, ბაბუებს, რომ თქვენ თუ ასე გააკეთეთ, ბავშვი როგორ მიხვდება, რომელია სწორი. აი თქვენ რომ ბოდიში მოიხადეთ, დარწმუნებული ვარ ბავშვმაც იგივე გააკეთეთ. ანუ უკვირთ ეს ძალიან. არ არის მიმღებლობა მაგ ხრივ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ცოტათი აქვთ ამ საკითხზე, ჯერ კიდევ ფსიქოგანათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აქტუალურია სწორედ ეგ თემები. აი ეს ერთი შეხედვით თვითონ მარტივია, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა არის. ამას თავის ფსიქოლოგიური მექანიზმები აქვს. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ქცევის მოდელირება. ბავშვი რა ქცევებსაც უყურებს ოჯახში, იმ ქცევების მოდელირება ხდება მასში. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მიღება არ შეუძლიათ, ხო? გარდა ფსიქოგანათლებისა, აქ სხვა თემაც არის. იმიტომ რომ ეს მშობლებიც ხო ბავშვები იყვნენ ოდესღაც. ჩვენ ხო ყველა ჩვენ ბავშვებიდან მოვდივართ. და ამ მშობლებსაც ხო თავიანთი ეს ბავშვობის ტრაუმები გადაუმუშავებელი აქვთ. ერთი არის მე დავარცხნილი ქცევა, ჩემი დავარცხნილი ქცევა რაღაცა ვისწავლე და ვაკეთებ ამას, მაგრამ მეორეა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით მით უმეტეს დინამიური მიმდინარეობების წარმომადგენლება, როგორც არის ფსიქოსინთეზი, ფსიქოანალიზი და ასე შემდეგ, რომ ჩვენი არაცნობიერი გვმართავს. მე შეიძლება გონებით ვიცი, რომ ჩემ შულს არ უნდა გაუბრაზდე, მაგრამ ბრაზდები და ისეთი ქცევა ძალიან უხეშად მოვექცე, იმიტომ რომ მე ვერ ვაკონტროლებ ამ ჩემ ბრაზს და ასე შემდეგ, ხო? ამიტოა რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ამას და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ანა ხმამაღლა ეს ყველაფერი, რომ ბავშვები ფსიქოლოგიური გამოწვევებით არ იბადებიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ ეხლა თუ იქ რაღაცა სომატური ან რაღაც სამედიცინო ჩვენებებია, ნუ ეს ცალკე თემაა. ბავშვები არ იბადებიან, არც აგრესიულები, არც დაუშვათ დაბალი თვითშეფასებით, არც საკუთარი თავის ნაკლები რწმენით. ამ ყველაფერს უყალიბებს პირველ რიგში ოჯახი, მშობლები და ის სოციუმი, სადაც იზრდება, მერე სკოლაში როგორც მასწავლებლები, სკოლის პერსონალი, ასევე თანატოლები და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ხო ამას ვამბობთ, რომ ბავშვს როცა აქვს გამოწვევები, ეს პირდაპირ კორელაციაშია მშობლის ქცევებთან. ჩვენ თუ გვინდა რომ ბავშვში მოზარდებში სწორად ვიმუშაოთ მათი ამ ფსიქოლოგიური გამოწვევების დაძლევაზე, პარალელურად აუცილებელია მშობელმა გაიაროს ეს პროცესი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში პირიქით შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია, იმიტომ რომ ბავშვებში გვარდება ეს პრობლემები, ბავშვებს აქვთ უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი ფსიქოგანათლება, უფრო მეტად ხვდებიან, სად არის მათი პირადი საზღვრები, როგორ უნდა სცენ ამ ყველაფერს პატივი, იციან ემოციების კონტროლი, მაგრამ შემდეგ იღებენ სახში ხვდებათ ის გარემო, ისეთივე გარემო, როგორიც ხვდებათ და ამიტომ რთულია ამ პროცესის გავლა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს კონდეთ მზაობა იმისთვის, რომ სწორად დაინახონ სად არის პრობლემა. იმუშაონ იმ მიზეზებზე, იმ გამომწვევ მიზეზებზე, რაც მათ ქცევაში, მათივე შვილებისთვის საზიანო ქცევას განაპირობებს, იმიტომ რომ ცალკე ბავშვთან მუშაობა ვერ ვაგვარებს ამ პრობლემას, ცალკე არც მშობელთან მუშაობა აგვარებს და ტრიადა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ბავშვი, მოზარდი, მშობელი, მშობლის და სახლის სოციუმი და სკოლა. ეს არის ის ტრიადა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის და მოზარდის მენტალურ ჯანმრთელობას და თუ ჩვენ ადრეულ ასაკში ამისთვის მყარ საფუძველს არ შევქმნით, მერე სპირალისებურად ვითარდება და ყველა ასაკში აისახება. ჩემს პრაქტიკაში ჩემთან მოსულან 42 წლის ადამიანები, 35 წლის ადამიანები ბიოლოგიური ასაკით, მაგრამ ისინი არიან ინფანტილურები. მათი ფსიქოლოგიური ასაკი არის ჩვეულებრივი ბავშვის ან თინეიჯერის
არის საოცარი მიჯაჭულობა, არიან რა ვიცი, მხოლოდ ფიზიოლოგიური ასაკიათ არიან ამ ასაკის. და ყველა საინტერესო იცი აქ რა არის? ასეთ დღეში შვილებს ის მშობლები იმ მშობლების ეგავლის ქვეშ არიან, რომლებსაც თვითონაც ბევრი ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ მოუგვარებელი, თორე მშობელს ესეთი არაჯანსაღი მიჯაჭულობის მოთხოვნილებას დასრულ შვილთან და მასზე დომინაციის მოთხოვნილება არ უნდა გიჩნდებოდეს, თუ შენ ცხოვრობს დასრული ადამიანის ცხოვრებით, იმიტომ რომ მშობლის როლი ერთი როლია და გარდა ამისა დასრულ ადამიანებს გვაქვს ბევრი სხვადასხვა როლი. მაშინ ხდები ერთ როლზე მიჯაჭული, როცა საკუთარი თავი ვერ რეალიზყავი, როგორც დასრულმა ადამიანმა სხვადასხვა როლში. და როგორ გადაჯაჭულია ერთმანეთზე, აი როგორ აისახება მე ეს ზრდასრულობაში, აი სტუდენტობაში თუნდაც ძალიან ბევრი მახსოვს გავსი მომენტები ჩემს სტუდენტობის პერიოდიდანაც და სამსახურებში და აი ძალიან მარტივია ტოქსიკური გარემო შექმნა მოკლედ რა, როცა ეს ყველაფერი მოგვარებული არ გაქვს. დღეს რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და პირველ რიგში ალბათ იმაზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჯგუფებს როცა ვაანონსებთ ხოლმე ტრენინგ მოდულებს, ხშირად გვიწევს ჯერ ინდივიდუალურად შეხვედრა, ეხა ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ მშობლები ითხოვენ რომ სოციალური უნარები ისწავლონ ამ ბავშვებმა, მაგრამ რეალურად იმდენად ბაზისურ უნარებზე გვიწევს გამახვილება ყურადღების. მაგიტო ვაკეთებთ, რომ ჯერ ხვდებით ინდივიდუალურად და მერე გეგმავთ უკვე რომ ჩაჯდნენ ჯგუფში. იმიტომ რომ არსებობს რაღაც თავისი მიმდევრობაც ამ პროცესს, ანუ ემოციური რეგულაცია როცა გაქვს არეულ-დარეული, იქ სოციალურ უნარებზე ვერ გამახვილებ ყურადღებას და ნუ შეიძლება ზოგ მომენტში შეიძლება პირიქითაც იყოს. ამიტომ როგორც უკვე ვახსენე, სექტემბერი-ოქტომბერი არის ხოლმე ძირითადად ეს აფეთქების მომენტები, ნოემბერი, დეკემბერში არის, არ ვიცი, აი მომართვიანობა იმატებს და იმატებს, იმიტომ რომ ამ მომენტშია სკოლიდან პირველ რიგში, ბაღშიც, როცა ამთავრებენ უკვე და ხვდებიან, რომ რაღაც გარდამავალი პერიოდია, მშობლები უკვე ამ დროიდან იწყებენ იმაზე ფიქრს და ზრუნვას, აქვს თუ არა ჩემს ბავშვს საჭირო კოგნიტური უნარებია თუ სოციალურ-ემოციური, აი როგორ ადაპტირდება გარემოსთან და რაღაც მომენტში არის ხოლმე ხო ეგ მომენტი, რომ აი კალთაზე მიმაგრებულები რო არიან, მშობელს რაღაც მხრივ მოწონს, აი მე არ მშორდება და ისო ჩემთან უნდა და ეს რაც ფოთვით მიჯაჭულობებს ქმნის მერე და სკოლაში ნუ ძალიან ბევრი მაგალითი მქონია ისეთი, რომ აი ფსიქიატრის და ჩვენი ჩართულობით და თერაპიები და ამბების შემდეგ დაუტოვებიათ ბავშვი სკოლაში და ეს ძალიან სერიოზულ ემოციურ სირთულეებს ქმნის რა დროთა განმავლობაში და მოზარდი იქნება თუ აი სასკოლო პატარა ასაკის ბავშვი ვერ ხდება სოციუმის ნაწილი. ვერ პოულობს საკუთარ თავს, საწავიდეს. ის უკვე ავტომატურად ხდება ადამიანი, რომელიც ვერ ცხოვრობს იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ელემენტარულად აი წიგნის გადაშლითაც კი ეხმარებიან ხოლმე, აი ჩაგილაგე ჩანთა. ეს გავაკეთეთ, აი ეს რო არ ხდება არანაირი გაყოფა რა, ეს ჭიპლარის გადაჭრა ვერ მოხდა თავის დროზე და აი მივდივართ ახლა და ექიმა ესე გვითხრა რომ ესე გავაკეთე. აი ამ მომენტიდან რო იწყება უკვე ყველაფერი მშობლებისთვის ძალიან დასაფიქრებელია უკვე ეს საკითხი და მე მოდიან ჩვენთან, ჩვენ ვფიქრობთ რომ ტრენინგ მოდულში ჩავსვათ, ვამუშაოთ რაღაც ემოციურად, სოციალურ უნარებზე და ამ დროს ხდება ამ პატარა რაღაცა პრობლემიდან წამოწეული სერიოზული პრობლემების მოგვარება ხოლმე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებთან გასატარებლად. დიახ. და ერთი და მეორე კიდე ის დრო, რასაც ატარებენ შვილებთან, იმასაც ხარისხიანად ვერ ვატარებთ, იმიტომ რომ შვილებთან გატარებული დრო იმას არნიშნავს, რომ ვისხდეთ შვილებთან ერთად და ყველანი ტელეფონში ვიყოთ, ან ასე შემდეგ, ხო? და ერთი ჩემი მაგალითი ახსენდება ჩემი პრაქტიკიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის, რომელიც მეუბნება, რომ სკოლაში ცუდად ვიქცეოდიო, მაგრამ იცით რატო ვიქცეოდიო ცუდათო? ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დედაჩემი ჩემთვის დროს გამოყოფთაო რა. თუმე ცუდად მოვიქცეოდიო, იმიტომ რომ მესმის ხა ამ ქალბატონსაც თავისი მცხოვრებისეული გამოწვევები ქონდა, ყველაფერი ხდება, არ არის ცხოვრება მარტივი, ვიღაცისთვის ასეა, ვიღაცისთვის ისეა, მესმის ძალიან ბევრი სირთულების წინაშე
გავარდს დასრულებიც მათ შორის ბავშვებიც და ასე შემდეგ, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ შვილებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლების მხარდაჭერა. მშობლების თანადგომა, რო არ კონდეთ მარტოობის განცდა. და აი ამ შემთხვევაში კიდე ის არის საინტერესო, რომ მესმის ეს ADHD დღეს საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია, მაგრამ ზოგჯერ ADHD არ არის. უბრალოდ არის ყურადღების მიქცევისთვის გამოვლენილი ქცევები. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მიიქცია მან მშობლის ყურადღება და ამ სიცელქით, ამ რაღაცა თავის თავნებობით და ასე შემდეგ, ეს ამით ელაპარაკება მშობელს, რომ მომაქციე ყურადღება. ეხა უფრო შორსაც თუ წავალთ, ესეთი პრაქტიკაც მქონია, რომ მაგალითად, როცა ერთ-ერთის დასრული მოვიდა ჩემთან ქალბატონი და მეუბნება, რომ მიშვილს აქვს ADHD, საბოლოო ჯამში გაირკვა ის, რომ მას არ უნდოდა, არ იყო მზად ამ შვილის გასაჩენად. განაშვილი არ უნდოდა, უბრალოდ იმ კონკრეტულ დროს, როცა ის დედა გახდა, არ იყო მზად. ამდენად, როცა დედა თავად არ არის მზად დედობისთვის, ის ბუნებრივია, ვერ მიცემს იმ ემოციურ კავშირს, იმ ემოციურ უკავშირს შვილს, რომელიც მას სჭირდება. და იგივე ბავშვის განვითარების ფაზებს რო დაუბრუნდეთ, 0-დან 1 წლამდე არის ასაკი, როცა ბავშვი ყალიბდება ნდობა და უნდობლობა. თუ ამ 0-დან 1 წლამდე ასაკში ის ვერ იღებს მშობლისგან იმ ემოციურ კავშირს, შეხებას, ემოციას, როცა დედა პოზიტიურ ემოციებს გამოხატავს შვილისადმი, მის ტვინში ის ნეირონები აქტიურდება, რომელიც ძალიან ბევრ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ადრეული ბავშვობა არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენს სხეულს და ჩვენს ფსიქიკას ყველაფერი ახსოვს. სხვათა შორის, მე იმაზეც მიფიქრია, რომ რატო აქვს მშობლებს ესეთი წინააღმდეგობა, როცა მართლა სახეზია ეს გამოწვევები და ჯიუტად გვეუბნებიან, რომ არა, იმიტომ რომ მე შენი მონათხრობი მახსოვს, რომ როცა ერთ-ერთ მშობელს უთხარი, რომ ბავშვის გამოწვევა და იქნებ ნეიროფსიქოლოგიური შეფასება გაუკეთოთ, რა ვიცი, ლამის სკანდალი მოხდა იქ, ხო? არ არის ერთი შემთხვევა. და ერთ-ერთი ესევე ჩვენი კოლეგის შემთხვევა მახსოვს, რომ გაბრაზებულმა მომიტანა და მშობელმა დამიდო ეს დასკვნაო რა. ამათ ზოგ მშობელს გონია, რომ თითქოს ჩვენ რაღაცას მათ საწინააღმდეგოს ვამბობთ. არა, ამაში შეიძლება რამდენიმე რამე იყოს. ერთი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მშობლებს ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, კარგი, თუმცა ის, რომ ბავშვს აქვს ესეთი ტიპის გამოწვევები, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის ჯანმრთელი. ეს უბრალოდ მისი ქცევის გამოხატვის ეს ფორმაა და ჩვენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები არ მუშაობთ პათოლოგიების მქონე ადამიანებთან. ჩვენ მუშაობთ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანებთან, რომელსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, ხო? და არის მეორე შემთხვევაც, იმიტომ რომ მშობლები და ესეთი პრაქტიკაში ესეთი შემთხვევებიც მქონია, რომ დასრული ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ თავიანთი რთული ცხოვრების გამო მათ არ ქონდათ საკმარისი დრო, ან ადრეულ ასაკში გააჩინეს შვილები, ან ეკონომიკური მდგომარეობა, ან წყვილებს შორის ურთიერთობა ისეთი იყო, რომ ზუსტად აცნობიერებს უკვე ამ გადასახედიდან, რომ მან ვერ შეძლო შვილისთვის, რომ მიეცა ის სწორი მხარდაჭერა, თუნდაც ემოციური, სიყვარული და ასე შემდეგ, რაც უნდა მიეცა, აწუხებთ ეს დანაშაულის განცდა და ერთგვარად დაცვითი მექანიზმიც არის, იმიტომ რომ უჭირს იმის აღიარება, რომ მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ დამნაშავე ხმამაღალი ნათქვამია რა, არ მიყვარს ესეთი სიტყვების გამოყენება, რომ მოკლედ ან ესე იგი ჩემი ბრალია, რომ ბავშვს გამოწვევები აქვს, გვეშინია ამის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემების მოგვარება და გამოწვევების მოგვარება იწყება მაშინ, თუ ჩვენ სწორ იდენტიფიცირებას ვახდეთ ამისას. თორემ ადამიანს იმხელა რესურსი აქვს, არ არსებობს რაღაცა სასწაული უნდა ხდებოდეს, რომ ვერ მოვაგვაროთ ეს გამოწვევები და ვერ იპოვოს ადამიანმა თავის თავში რესურსი ამის მოსაგვარებლად. ეს იქნება ბავშვობა, მოზარდობის ასაკი თუ დასრულობის ასაკი. და მე ძალიან მიხარია, როცა ჩემთან მოყავთ პატარა ასაკში. და რატო? იმიტომ რომ როგორც დავიწყეთ და ვახსენე, რომ ნებისმიერ ადამიანთან ჩვენ მუშაობას ვიწყებთ მისი ბავშვობიდან, ხო? და მას რა კი უკვე ადრეულ ასაკში მოყავთ, უკვე
ბავშვობაშივე, მოზარდობაშივე გვარდება ის გადაუმუშავებელი ტრაუმებით გამოწვეული ემოციები და გამოწვევები და მე ის უკვე სხვანაირად აგრძელებს ცხოვრებას და აღარ არის ამ ყველაფრისგან მართული. იმის აღიარებაც ხდება მშობლიდან, რომ რაღაც არის რაღაც სირთულე, არ ვარ ახლა იმ პოზიციაში, რომ თვალები დაუხუჭო ამაზე და სანამ დროულად ჩავერთვები და აი რაღაც განგაში ზარს არ შემოვკრავ, ეგეც რაღაც თავისთავად ბავშვის მიღებულობაც არის მაგ მომენტში. ანუ ნახეთ იმას გულისხმობ, რომ ბავშვი ამ დროს დანახულად გრძნობს თავს, რომ სირთულე იქნება თუ რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, იმას კი არ ვამბობ, რომ რაღაცა შფოთვა მოემატება, პირიქით, ანუ ამ მომენტში ეს ბავშვი არის დანახული, მისი რთული ქცევებით, რთული მომენტებით, სირთულეებით, მაგრამ ყველანი ერთად რაღაც მთელი სოფელი უნდაო ბავშვის აღზრდასო და სწორედ მაგაშია ალბათ ეგ მომენტიც, რომ როცა მშობელი ხედავს მაგ ყველაფერს უკვე სწორ ნაბიჯებს დგავს. კი ბატონო, და ასე ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა. ჩვენ მშობლები ამხელები ხო არ დავაბადებულ ვართ. იგივე მე თქვენ ახსენეთ, რომ 3 მოზარდის დედა ვარ, ხო? ეს იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარებაც. მე ძალიან ხშირად უზიარებ ხოლმე ჩემს შვილებს, ჩემს თინეიჯერობის გამოცდილებებს, ხა ადრეული ბავშვობის გამოცდილებები ნაკლებად მახსოვს, თუმცა რაც მახსოვს იმას უზიარებ. განსაკუთრებით გრძნობიარე თემები, რომელიც არის. სადაც შეიძლება რაღაც გარკვეული ტაბუები იყოს მათთვის, ეგონოთ რომ ეს სწორია ან არასწორია და მე ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობ მათთან და ეს გაახლოებს შენ შვილთან, იმიტომ რომ მას არ უნდა ეგონოს, რომ შენ ფიქრობ, რომ შენ ყველაფერი სწორად იცი, შენ რაღაცა არ უნდა კონდეს მას განცდა, რომ ის ეხლა რასაც განიცდის, რომ ეს მხოლოდ მისი განცდებია და მშობლებს ეს არ განუცდია. ეს გვაახლოებს ჩვენ შვილებთან. ჩვენი გამოცდილებების გაზიარება, მსჯელობა ასეთ თემებზე, თუნდაც რაღაცა ჩვენი თანამედროვე იმდროინდელი ჩვენი მეგობრების გამოცდილებები და ასე შემდეგ, ხო? და რაც უფრო მეტად ხსნი ისეთ მათთვის ტაბუირებულ და ისეთ სენსიტიურ თემებს და ამ ყველაფერზე ღიად ესაუბრები, უკვე ამით აიგება ის ემოციური კავშირი და რაღაც გარკვეულწილად უკვე მეგობრად აღგიქვამს ის. თუმცა არის ზღვარი, რასაკვირველია, არ ჩვენ უზიარებ, არის რაღაცები მშობლის და შვილის ურთიერთობაში, რა ზღვარიც უნდა დაიცვა, მაგრამ რაც უფრო მეტად დისტანცირდებით ჩვენი შვილებისგან და თითქოს ეს მხოლოდ მათ თავს ხდება და ჩვენ ყოველთვის ესეთი დინჯები და რაღაცა ესეთი ყოვლისმცოდნეები ვიყავით, ყოველთვის ვზდით ჩვენსა და მათ შორის დისტანციას. ხო, როგორც ჯგუფურ თერაპიას აქვს ეგ მომენტი, ეგ დადებითი მხარე, როცა სხვას იგებ, ან მარტო არ ვარ ამ სირთულეში. აი მაგას რო იგებენ, წარმოიდგინეთ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრსაც, რომ მსგავსი მომენტი ქონია გამოცდილი და ის მან როგორ გადალახა ეს სირთულეები ამას რო აზიარებ, მახსოვს ჩემი პირადი გამოცდილებას, დედაჩემმა რო პირველად გამიზიარა, თუნდაც ეს რაღაც ის მომენტი, რომ ვიღაც მოსწონდა, ან რაღაცა ეს სიტუაცია და როგორ აი მაგ დროს ვიგრძენი, რომ შეეც რა გააკეთე მე, აი მაგ დროს გაჩნდა ის რაღაც ძაფი რა, ნდობაც ყველაფერთან ერთად და ხო, ეგ მომენტი საკმაოდ აქტუალურია დღეს და ბევრ პრობლემას მოუგვარებდა ალბათ. თუმცა მანდ ერთი პრობლემაა. ამაზე თავისუფლად საუბარი რო შეძლო მშობელმა შვილთან, შენ თვითონაც თავისუფალი უნდა იყო შინაგანად და მზად უნდა იყო ამაზე სასაუბროთ, იმიტომ რომ თავადაც ხშირად დასრულები გაურბიან ისეთ თემებთან შეხებას და ფიქრსაც კი, რომელიც ძალიან ადამიანურია. და თქვენ ისა ანა ჯგუფურ თერაპიაზე ახსენე და ხო ზუსტად ეს არის ჯგუფური თერაპიის განსხვავება ინდივიდუალური თერაპიისგან და ეხა ეს ჯგუფებიც რომ მიდის მოზარდებთან ოს დასრულებზე აღარ ვსაუბრობ მოზარდებთან ხო ზუსტად ეს ისმის მოზარდებთან იმიტომ რომ ჩვენ როცა ვაზიარებთ ამას ყველა სპეციალისტი ხო იგივეს ამბობთ რომ აი ბავშვები ესეთი გაფართოებული თვალებით უსმენენ ერთმანეთს, იმიტომ რომ თვითონ გამოკეტილები რო არიან საკუთარ თავთან იმ ოთახში და უშუალოდ კომპიუტერთან, გაჯეტთან ვერ გადის თანატოლებთან, იმიტომ რომ გონია რომ რატო ვერ ურთიერთობს თანატოლებთან. ხო ადამიანს როცა აქ დაბალეთ შეფასება, იმიტომ რომ ეშინი არ დამცინონ, ეშინი არ გამაკრიტიკონ, რაიმე სწორად რო არ გავაკეთო და ასე შემდეგ და იქ უკვე ჯგუფში რო ხდებიან, ნახე, თურმე ყველას ეს პრობლემები ქონია. ყოფილა ესეთი შემთხვევები, ხო გახსოვს, რომ მაგალითად რთულია გარდატეხის ასაკში
ზოგჯერ მშობლებს უჭირთ შვილის დარწმუნება იმისა, რომ ამ ჯგუფში მონაწილეობა მიიღონ და ჩვენ ხო თავაზობთ მას, რომ მოდით ერთ შეხვედრაზე მოვიდეს და მე თავად გადაწყვიტოს და საბედნიეროდ როგორც წესი ყველა ბავშვი რჩება, ხო? და სწორედ ეს არის გამსაზღვრელი, რომ იქ რაც მათთვის დეფიციტურია, რა არის, ხო? დეფიციტური არის, რომ სოციუმი, სადაც გრძნობენ დაცულად თავს, სადაც აქვთ მიმღებლობა და სადაც გრძნობენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და შეუძლიათ იყვნენ ისინი, ვინც არიან. ეს არის ჯგუფური თერაპიის ჯადოსნური ძალა ზოგადად რა. დასრულებშიც ხო გქონიათ ეგ მომენტი? კი, რა თქმა უნდა, ეხლაც ხო ვიწყებს დასრულებს მომენტი. ყველგან ყოველთვის ეს არის ჯგუფურ თერაპიის ძალა, ჯადოსნური ძალა ეს არის და ყოველთვის მოუთმელად ველი ხოლმე ახალი ჯგუფის დაწყებას, იმიტომ რომ ეს არის თავგადასავლებით ერთმანეთის მხარდაჭერით სავსე საოცრად ფსიქოლოგიური დაცულობის და რაღაცა იმ ენერგეტიკის გარემო, სადაც ყველა ადამიანი ძალიან კარგად და დაცულად გრძნობს თავს. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საჭირო და ისეთი მნიშვნელოვანი თემები გავაჟღერეთ ამ შეხვედრაზე. ვფიქრობ, რომ კიდე უფრო საინტერესო თემები გველის წინ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი გამოიწერს არხს, მოიწონებს ვიდეოს და დაგვიტოვებს კომენტარს, უკავშირს. რა საკითხზე უნდათ კიდევ რომ გავამახვილოთ ყურადღება, სტუმრები, ვინ შეიძლება თქვენი აზრით რომ მივიღოთ და რა თემები გინდათ უფრო მეტად რომ გამოვიდეს დღის შუქზე და მიიღოს რაღაცა ვიმსჯელოთ ამას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, ჩვენ მადლობა ამ პოდკასტის შექმნისთვის კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს რომ ეს ფსიქოლოგიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სწორ დროს სწორ ადამიანებს იპოვის. მადლობა თქვენ. მადლობა არნა, ეს იყო დებიუტი შენი გილოცა. წარმატებებს გისურვებ და აქვე მინდა რომ ჩვენს მაყურებლებს უთხრა რომ პირიქით მათ შეუძლიათ ჩვენი ეს სივრცე ღია არის რომ მოვიდნენ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილებები, რაზეც რა თქმა უნდა საჯაროდ მზად არიან რომ ისაუბროთ და აი ამ კონკრეტული გამოცდილებების გაზიარებით გაცილებით მეტად შეიძლება გავათამამოთ ადამიანები, რომლებიც შეიძლება იტანჯებოდნენ წლების განმავლობაში ისეთი გამოწვევებით, რომლებიც ძალიან მარტივად მოგვარებადია თუ იმ გზას გავივლით, რასაც ქვია საკუთარ თავში, საკუთარი დაკარგული თავის მიგნების გზა. არაჩვეულებრივი იქნება. იმედი მაქვს. დროებით. წარმატებები. მადლობა დიდი.